უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე აფხაზეთის დღედ დადგინდა. ენგურს გადაღმა გაზაფხულია, თუმცა არ ყვავის დამწვარი ნუში, ნამგალა მთვარეს სადარუვლია. დიოსკურია ჩაუკრავს გულში, ასე წამართვეს სიცოცხლის გემო, დამუნჯდა ილორს დედო ზარები, ისე ნუ მომკლავ, უფალო, ჩემო რომ არ მოვავლო სოხუმს თვალები. აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ წლევანდელ საღამოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა. 23 მაისი პატრიარქის ლოცვა კურთხევით სულ უფრო მკვიდრდება საქართველოს ცხოვრებაში, როგორც აფხაზეთის დღე. და რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე იმითაც არის განსხვავებული, რომ ის უკავშირდება სიმონ კანანელის ხსოვნის დღეს, რამე თუ სიმონ კანანელი მოღვაწეობდა და აღესრულა აფხაზეთში. აქედან გამომდინარე ეს დღე ჩვენ გამოვიყენეთ იმისათვისაც, რომ განსაკუთრებული მადლობა უთხრათ იმ ხალხს, ვისთვისაც ჩვენ სამადლობელი გვაქვს სათქმელი. ეს იქნება ქალაქის ხელმძღვანელობა, ქვეყნის ხელმძღვანელობა, უბრალო ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღევანდელ დღემდე მოეტანა თავისი ოჯახი, უყოყვანოდ აკეთებს იმას, რასაც ქვეყნის სამსახური ქვია. მე მადლობა მინდა უთხრა პატრიარქს იმისათვის, რომ მოგვეცა ამის ხმის საშუალება დღეს. რომ აღნიშნავთ აფხაზეთობას, მერე თბილისში, მერე აფხაზეთობას აღნიშნავთ სოხუმში. დღეს ქართველებს ამაზე უფრო დიდი სატკივარი არ აქვს. და მე მჯერა რომ ამ ტკივილს აუცილებლად სალბუნს დაადებს უფალი. მთელს ქვეყნიერებას ულოცავ აფხაზეთობას. დღეს ძალიან ძნელია ამაზე ლაპარაკი. ლევანდელი საღამო ჩვენი ქვეყნის მშვენიერეს მხარეს ეძღვნება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ დღეს არც ისე შორეულ მომავალში, სწორედ სოხუმში აღვნიშნოთ, ძალიან დიდი ძალისხმევას გვიჩენთ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლის თვალსაზრისით ამ დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მე ვფიქრობ, რომ აფხაზეთის დღე არ არის მხოლოდ დღევანდელი დღე, ეს ჩვენი საზოგადოების ბუნებრივია ტკივილი არის. რა თქმა უნდა, არ ვივიწყებ და გვახსოვს ყოველდღიურად ეს ტკივილი, რომელიც ამ დღეს ახლავს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ გურამ ყურაშვილის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი აფხაზეთი, ქართული ხმების კვარტეტი და კულტურის სხვა ცნობილი მოღვაწეები. თეატრის ფოიეში აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედების ნამუშევრები გამოიფინა. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, ვინაიდან გვაქვს ძალიან ბევრი საერთო ვაკეთებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. ხარს უჭერთ მათი ღონისძიების, რომლებიც ჩვენს ქალაქში ტარდება და იგივე თქვათ აფხაზეთიდან დევნილ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათი ყოფის გაუმჯობესებას და სხვადასხვა საკითხებს ეხება. ეს საზეიმლობის ფარგლებში ვცდილობთ იმას, რომ მათ არ დააკლდეთ არაფერი, ეს ჩვენი როლია, ჩვენი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ თბილისის მერე საზეიმლობების მაქსიმუმს აკეთებს ამ ყველაფერს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ლამაზი და მიზანდასახული დღეა. არაფერი არ არის დაკარგული და სწორედ თქვენი დახმარებით და თქვენი მოშველიებით შეიძლება ეს პრობლემა მართლა გადაიჭრას. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვიმღერე ამ შესანიშნავ საღამოზე, ვიმღერე დიოსკურია. ეს ჩემი სიმღერაა, მაგრამ ეგ არ არის მთავარია, რომ ეს არის ფენომენალური ლექსი ირაკლი აბაშიძის, რომელიც ბატონმა ირაკლიმ დაწერა 60-იან წლებში. ქცეული სიზმრად დიოსკურია, ქცეული სიზმრად აფხაზური. Dios
აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით საღამოზე აფხაზეთიდან დევნილი საკუთარ პროფესიაში გამორჩეული და წარმატებული ადამიანები დააჯილდოვეს. წარმატებული ადამიანების გამოსავლენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გამოკითხვა სოციალური ქსელის დახმარებით ჩაატარა. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ. შემოქმედების დარგში ყველაზე აღიარებული პიროვნება გენო კალანდია, გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც აფხაზეთის ხელისუფლებამ გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოვა. საუკეთესო სპორტსმენი ირმა ხეცურიანი, მსოფლიო ჩემპიონი და თასის მფლობელი ფარიკაობაში, რიოს 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშების მონაწილე. წარმატებული ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რეზო სულუხია, საუკეთესო ფერმერი და საუკეთესო მასწავლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქართველისათვის, ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქისათვის აფხაზეთობა, ეს ჩვენიერი დღესასწაული. მე მინდა ყველას მიულოცო, აფხაზსაც, ქართველსაც, საქართველოში ყველა მცხოვრებ მოქალაქეს მინდა უსურო, რომ აფხაზეთობა აგვენიშნოს რაც შეიძლება მალე სოხუმში და აგვენიშნოს აფხაზებთან და იქ ცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად. ყველას ულოცავ გულწრფელად. უპირველეს ყოვლისა მადლობა პატრიარქს, რომელმაც რამოდენიმე წლის წინ 23 მაისი აფხაზეთის დღეს გამოაცხადა. ალბათ ის ხდებოდა იმას, რომ რაღაც ცოტა მიავიწყდათ ეს პრობლემა. და კიდევ ერთხელ შეახსენა მთელ საქართველოს, რომ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე. დღეს ჩვენ ამ დღეს, რომელიც სინომ კანანდელის ხსენების დღეს ემთხვევა, გვინდა გავაცნოთ ის კულტურა, რომელიც იყო აფხაზეთში. მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა იმ ხალხს, რომ ხარში დაგვიდგა და კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო მთელ საქართველოს, რომ გახსოვდეთ აფხაზეთი. ჩვენ უნდა ვატაროთ მეხსიერებით აფხაზეთობა. მე ძალიან მიხარია, რომ ბევრ ახალგაზრდას ვხედავ ახალგაზრდა თაობას, რომელმაც მიიღეს ეს გამოწვევა და ისინი ცდილობენ, რომ სიტყვა აფხაზეთობა მათთვის არ იყოს მხოლოდ წარსული. ჩემთვის პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთი. კაცმა რომ თქვას, დედინაცვალს გავდა ხშირად სოფელი, წვეთ-წვეთობით მოგროვილებს. რა გვაქვს გასაყოფელი, ისტორია ბდღვინავს ჩვენი ტოლფერი და სწორფერი, ერთი უღლის ხარღვინიებს, რა გვაქვს გასაყოფელი, სხვა ვერ მოხნავს ჩვენ საყალოს, ჩვენი ძვლებით მოფენილს, სიმღერის და ცრემლის გარდა, რა გვაქვს გასაყოფელი, გესმის ვიღაც მღერის მთაზე, ხმიანსა და ფხიანსა სიყვარულში დაატენდა ჩონგურს და აფხიარცას. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღევანდელი დღე, რომელიც დაწესებულია
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით. დღევანდელი საღამო, რომელიც აფხაზეთს მიეძღვნა, საოცრად ემოციური იყო. საოცრად დიდი სითბოთი გამსჭვალული. დღევანდელი საღამოს ლაიტმოტივი უნდა იყოს ჩვენი აფხაზეთთან მიმართებაში მომავალი ურთიერთობების კრედო. ჩვენი რევანში მხოლოდ სიყვარულია. ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ და მე მართლა გულწრფელად ვწამს, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ სანუკვარი მიზნის მიღწევას. School.